პირველ რიგში მოდით სანამ ამ პოზიციას განვიხილავთ, გავიხსენოთ, რას ატყუებდა და როგორ ატყუებდა ქართული ოცნება საზოგადოებას, მათ შორის საკუთარ ამორჩევალს, როცა ეუბნებოდა, რომ მათ შორის სისტემას, ძალადობრივ სისტემას, რომელზეც დგას, რომ მოვა 20 იანვარი პრეზიდენტი ტრამპის ინაუგურაცია და ჩვენ ყველაფერს ამ პროცესებს, რომელიც ალა deep state-ის ეგიდით მიმდინარეობს, ყველაფერს აბსოლუტურად შევატრიალებთ და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს გადავტვირთავთ. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, ლელა, თქვენ გახსოვთ, რომ შეუძლებელია დღეს ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრიზმიდან შეხედოს საქართველოში არსებულ ვითარებას, საქართველოში ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვას პოლიტიკური ნიშნით, აქციის მონაწილეებზე ფინანსური და ფიზიკური ძალადობის ქმედებებს, შემზღუდველ კანონმდებლობებს, რეპრესიულ კანონმდებლობებს, როგორც ასე მოიხსენიებენ, როგორც მედიის მიმართულებით, სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით, ისევე როგორც იმ, ესე ვთქვათ, პროპაგანდას, რომელიც მიმდინარეობს უკვე დიდი ხანია ქართული ოცნების ინსტრუმენტებიდან და ამ ყველაფერს უყურებდე და ამას უწოდო ან რაიმე პარალელი გაავლო დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებთან. ეხლა ამ ტყუილების შემდეგ მაშინაც ვამბობდით ჩვენ რომ შეუძლებელია ეს და ეხლა დღეს უკვე ქართულმა ოცნებამ პირდაპირ დაადასტურა და ამას მე მიუბრუნდები ამ საკითხს აუცილებლად რომ არანაირი რესურსი მისი მმართველობის პირობებში საქართველოს შეძლოს ნორმალიზება ურთიერთობების ამერიკის შეერთებულ შტატებთან მათ შორის სწორედ იქედან გამომდინარე რომ ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების ჩანაცვლება ხდება ავტოკრატიული მმართველობის მეთოდებით ქართულ ოცნებას არა აქვს. ეხლა რაზეა საუბარი და თქვენ იკითხეთ ის ორი მიმართება, ესე ვთქვათ, რომელიც ამ პოზიციაში ამერიკის შეერთებულ შტატებმა სახელმწიფო დეპარტამენტმა მოდი ესე ვთქვათ დააფიქსირა, ხო? საუბარია პირდაპირ პოლიტპატიმრებზე, 60-მდე ადამიანი, რომელიც ციხეში უკანონოდ არის, ასე ვთქვათ, ჩასმული და საუბარია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიაზე დაბრუნებაზე, ხო? არჩევნების, როგორც დემოკრატიული პრინციპის, როგორც თავარი დემოკრატიული საფუძვლის მოპარვაზე, ხო? იმიტომ რომ რას ნიშნავს ძირითადი ამორჩეველის ან ამორჩეველთა უმრავლესობის დღეს თარგმანის ესე ვთქვათ ნიუანსია, ხო? ამორჩეველთა უმრავლესობის ნების უგულბელყოფა. უნდა წავიკითხოთ როგორც მოწოდება ახალი არჩევნებისკენ. იმაზე მეტად ნუ წავიკითხავთ. რადგან საუბარია დემოკრატიულ იმაზე მეტად ნუ წავიკითხავთ, რაც იქ წერია, იქ წერია შეფასება ხსენებისას და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ ეს ხელისუფლება ფაქტობრივად დემოკრატიულად მოპოვებულ მანდატს არ ატარებს დღეისათვის, იმიტომ რომ ორი მთავარი ამბავია, ხო, მაგ მონათხრობი, ერთი ის, რომ პოლიტიკური ოპონენტების ესე ვთქვათ, დატუსაღება პოლიტიკური ნიშნით არ არის დემოკრატიული და მეორე ვერ შეიძლება დემოკრატიული ეწოდოს ხელისუფლებას, რომელმაც უგულბელყო ამორჩეველთა უმრავლესობის ნება. ეს არის აქ ესე ვთქვათ მოცემული ამ შეფასებაში და რა მოყვა ამას, ხო, ჩვენ ეს მთავარი ეს ხო მოსალოდნელი იყო, ჩვენ ამას ვიძახდით, რომ კიდევ ერთხელ შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს პრიზმიდან საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასო დემოკრატიულად. შეუძლებელია. მაგრამ თავარია რა მოყვა ამას ქართული ოცნების რეაქციის თვალსაზრისით. ეს სამარცხვინო ადამიანები გამოვიდნენ და ის რომ ადრე საუბრობდნენ რომ deep state-ის ესე ვთქვათ პროცესებია მართული გლობალურად რაც საქართველოში ხდება მათ წინააღმდეგ და ივანიშვილის წინააღმდეგ პროცესებია მართული რაც ხდება დავასრულებ თუ შეიძლება. ზუსტად ამაზე მინდა ჩავიკითხოთ. კი, ვიტყვი, ხო? რომ გუშინ რომ საუბრობდნენ რომ ასე ვთქვათ deep state-ის ჩვენ ვებრძვით, ჩვენ ვახსენეთ პირველად და ახლა გარდამტეხი ცვლილებები შევა ამ ურთიერთობაში ტრამპი გამოაცხადეს ფაქტობრივად deep state-ის ესე ვთქვათ და გლობალური ომის პარტიის განცხადება მხედველობაში, იმიტომ რომ მე უკითხვის დასმა არ მინდოდა ქართული ოცნების წევრებზე, თუმცა ვაპირებდი კითხვის დასმას ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებზე, რომელთა პოზიციასაც დღეს დილიდან ესე ვთქვათ ტირაჟირებს. ვისი განცხადება არის? ჯერ ერთი მათი პროპაგანდისტების, ვიღაც ბატონი შათირიშვილის ესე ვთქვათ მონოლოგი არის და მეორე ეს მხრივ. წერილზეც მინდოდა კითხვის დასმა და ბარემ დავასრულებ, ხო, მეორეს მხრივ არის მაგერ ბატონი კალაძის განცხადება, ხო, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ თურმე მათ ისინი ელოდებოდნენ, რომ
ტრამპი დაუფასებდათ თელ რიგ ქმედებებს, რომელიც განახორციელეს და მე ეს ხალხი შემოგიტრიალდება და მადლობას ველოდებოდით ამბობს კალაძე, თუმცა ეს თავის მხრივ რატომ გამორიცხავს იმას, რომ შეერთებულ შტატებსა და ქართულ ოცნებას შორის რაღაც ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს სამომავლოდ. მოდი გავიმეორებ კიდევ ერთხელ რაც თქვი. ადამიანი, რომელიც გამოდის და ამბობს საზოგადოებას ეუბნება, რომ აი ჩვენო მთელი ეს ნაბიჯები რაც გადავტკითო, იმედი გქონდაო, რომ ამას დაგვიფასებდნენო, ამას გვიღიარებდნენო, ამის გამო რა ვიცი, კეკლუცობდითო პოლიტიკურათო და ეს იგივე ადამიანები ხვალ გამოვლენ და გამოდიოდნენ აქამდეც და ამბობდნენ, რომ თურმე ვიღაცა გარედან იმართება, თუ ვინმე იმართება გარედან, ლელა დღეს აი ამ განცხადებების ფონზე თუ ვინმე ელოდება გარედან თურმე პოლიტიკურ აპლოდისმენტებს, თუ არ ვიცი, პოლიტიკურ კომპლიმენტებს, ეს ქართული ოცნება ყოფილა, თვითონ აღიარეს. თუ სადმე დასამარცხებელია deep state ეგრეთ წოდებული, რომელიც არაფორმალურ ჩრდილოვან მმართველობას ნიშნავს, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლება. დღეს სადაც ფორმალურად არც ერთი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური თანამდებობის პირი გადაწყვეტილების მიმღებუნარიანი არ არის და ჩრდილოვანი კაბინეტი მართავს ქვეყანას და ჩრდილოვანი ხელისუფლება და გავლენები მართავს ქვეყანას. მეტი კი არაფერი არ არის, ესე ვთქვათ, deep state-ის, ესე ვთქვათ, რაღაც მათივე ინტერპრეტაციით განმარტება. და მერე გამოდიან და ეთქობა ჩვენ რო ვამბობდით, რომ 25 ოჯახია ის, რომელიც მთელი ქვეყნის, ესე ვთქვათ, კაპიტალით და სიმდიდრით სარგებელს იღებს და საზოგადოებამდე ესარგებელი არ მიდის და ამ ინტერესებით იმართება ქვეყანა, ეხლა ეს 25-ზე დაკომპლექტდნენ ეთქობა და დღეს აი შათერიშვილის წერილში ნახეთ ჩვენ 15 ადამიანი თუ ოჯახი ყოფილა. შათერიშვილის წერილზეც და უკვე სხვა თემებზეც გადავიდეთ, ხო ეს თემა რომ შევაჯამოთ, ვუთხრათ მაყურებლებს, რას ამბობს შათერიშვილი, ის ამბობს დღეს გამოქვეყნებულ წერილში, რომ ტრამპის ადმინისტრაციასაც deep state და გლობალური ომის პარტია აკონტროლებს. ანუ ჯამში რას ამბობთ, რომ ამ წერილის გავრცელება დროში შემთხვევით არ ემთხვევა ქართული ოცნების შესახებ ვაშინგტონში გაკეთებულ პირველ κρიტიკულ შეფასებას და იმ პოზიციას, რომელიც წამოვიდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მისამართით. ანუ ეს ყველაფერი, რასაც დღეს ვისმენთ, საერთოდ ჯამში ეს თემა რომ შევაჯამოთ, უნდა შეფასდეს როგორც ქართული ოცნების message box-ის ცვლილება. ცხადია, ხო, ამის ყველანაირი ნიშანწყალი, ჩვენ ხო ახლა ეს საუბრობთ ადამიანებზე, გვარებზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომელიც მე ვახსენე, რომლებიც ახდენენ ხოლმე კონკრეტული პოლიტიკური გზავნილების გაჟღერებას და ეს ხდება ყოველთვის, ყოველ ჯერზე ქართული ოცნების ივანიშვილის ესე ვთქვათ პირდაპირ გავლენით და დაკვეთით. ცხადია, ეხლა როდესაც ადამიანი გამოდის, რომელიც ფაქტობრივად ამ შეთქმულების თეორიების ესე ვთქვათ გამჟღერებელი იყო და საუბრობს დღევანდელ ესე ვთქვათ ღია წერილში, ხო ეს პოზიციის ცვლილებაა ბუნებრივია და მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ საკმაოდ მძიმე დღეები ქონდა ქართულ ოცნებას ბოლო დღეებში, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ან ახალი ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არ მომხდარა, ხომ? ეს ძალიან მკაფიოდ აჩვენებდა მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას ქართულ ოცნებასთან მიმართებაში და მათ ანტიდემოკრატიული ძალა უწოდეს ფაქტობრივად, ხომ? მაგრამ ამის მიღმა იყო ასევე გაერთიანებული სამეფოს სანქციების საკითხი, რომელიც მოსამართლეებზე გავრცელდა, ამის მიღმა იყო ასევე საუბარი ესე ვთქვათ ეუთოოდერის შეფასებებზე კანონებთან მიმართებაში, რომელიც გუშინ მესამე მოსმენით პარლამენტმა მიიღო და გრძელდება ესე ვთქვათ ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალიან მკაფიო პოზიციის დაფიქსირება სანქციების და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებასთან მიმართებით. ეს არის ის წინაპირობა, რამაც გამოიწვია, არა, ლელა უნდა ახსნათ ესე ვთქვათ, რა საით მივდივარ, რომ ეს არის ის რეაქცია, უბრალოდ ის წინაპირობა, რაც გამოიწვია შემდეგ ქართული ოცნების რეაქცია და მათ ეხა დღეს უკვე ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია კიდე ერთხელ, რომ ეს დროც დადგებოდა, რომ ხალხი, რომელიც ესე ვთქვათ, ტრამპს კომაგობდა deep state-ის დამარცხებაში, იტყოდნენ, რომ აი ტრამპის deep state-ის მიერ არის მართული და ეს დროც დადგა ფაქტობრივად, ეს მოცემულობა აგერ ქართულმა ოცნებამ შექმნა და მე უბრალოდ ძალიან მიკვირს, გულწრფელად ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც გუშინ საზოგადოების წევრებს და კონკრეტულ ადამიანებს გულისხმობ ქართულ ოცნების მხარდამჭერთა, ესე ვთქვათ, წრიდან, ხომ? რომლებიც გუშინ აი ზუსტად ამ დეზინფორმაციაში თუ ამ ნარატივში, ამ გზავნილებში კომაგობდა ქართულ ოცნებას და დღეს აბსოლუტურად საპირისპირო გზავნილებში იგივე სიმშვიდით უყურებს მათ ურცხვ ტრანსფორმაციას ამ მესიჯ ბოქსის თვალსაზრისით და კიდევ ვერ ხვდება
როგორ ატყუებს ქართული ოცნება მას პერსონალურად. აი ამ ადამიანების ძალიან გულწრფელი ამოწუროთ ეს თემა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ კი იქამდე სხვა თემებსაც შევეხოთ. სანქციებზე მინდა ახლა ვისაუბროთ. ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს წამოეწიათ სანქციები ამჯერად დიდი ბრიტანეთიდან. მიზეზია ქართული ოცნების სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღების სანაცვლოდ ფინანსური სარგებლის მიღება. მარტივად გითხავთ, რა განაცხადია მოსამართლეების დასანქცირება? რისი საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ რისი თქმა უნდა ამით დიდ ბრიტანეთს? აი უბრალოდ საზოგადოებას მე კიდევ მიმართვდა მაყურებელს, ხომ, როდესაც ერთი დემოკრატიული განვითარებული ძლიერი სახელმწიფო ამბობს, რომ ამ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში, იმის გამო, რომ სასამართლოს გავლენის ჯგუფების თუ კლანების ხელმძღვანელები ჯერ ერთი არსებობენ და აღიარებს ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, გავლენას სასამართლო ხელისუფლებაზე და მეორე პირდაპირ გეუბნება, რომ კონკრეტული კორუფციული ფაქტების, მათ შორის კონკრეტული დამოუკიდებლობის არქონის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის არქონის გამო მე როგორც სხვა სახელმწიფოს ხო არანაირი ესე ვთქვათ იურისდიქცია ჩემი არ ვცელდება, იმიტომ კორუფციაში გამოვლენილი მოსამართლე ნორმალურ ქვეყანაში უნდა გამოძიება იწყებოდეს, ისჯებოდეს და შესაბამის პასუხისმგებლობას ესე ვთქვათ აკისრებდეს ეს ქვეყანა. ეხლა ბრიტანეთი ბუნებრივად ვერ დაიწყებს აქ მომხდარ კორუფციულ ფაქტებს რაიმე არსებით ესე ვთქვათ სამართლებრივ პროცესს, ამიტომ მას რაც შეუძლია არის ის, რომ უბრალოდ გამოაცხადოს ეს ადამიანები როგორც ესე ვთქვათ დამოკიდებული მართული სასამართლოს პოლიტიზირებული სასამართლოს სიმბოლოები და ეს მთელ მსოფლიოს ამცნოს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არის სრულად კონტროლირებადი პოლიტიკური კლასის, ამ შემთხვევაში პირდაპირ ვთქვათ ქართული ოცნების და ივანიშვილის მიერ და რა თქმა უნდა ამას მარტო ის გავლენა კი არა აქვს, ველა რომ ვიღაც ორი მურუსიძე ჩინჩალაძე რომელიც დღეს სხვადასხვა გარემოებათა შერწყმით რაღაც ესე ვთქვათ ჰაიპში არიან თავიანთი ძალაუფლების, რომლებსაც ძალიან მალე ფეხი მოუწურდება და დაენარცხებიან. პრობლემა ის არის, მე სულ არ მადარდებს მათი სახელმწიფო ბარათის გაყინვა. პრობლემა ის არის, რომ მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ამ ქვეყანაში ფაქტობრივად სასამართლოთი ის მის ინტერესებს ვერ დაიცავს. თუ რაღაცა პირობითად დავამოუწია ვინმე პოლიტიკურ ფიგურასთან ან პოლიტიკურ ფიგურასთან აფილირებულ, ესე ვთქვათ, ნათესავთან, მეგობართან თუ ნაცნობთან. და ამის გამო რაც ხდება შედეგობრივად არის ის, რომ მე ხდება ადამიანების მხრიდან საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე უარის თქმა ქვეყანაში, ინვესტიციის განხორციელება იკლებს და ეს უვიცები, რომლებიც რაღაცა იძახიან, რომ თურმე ჩვენ რაღაცას ასე ვთქვათ, ეკონომიკურ დესტაბილიზაციაზე ვსაუბრობდით, მათი პასუხისმგებლობაა ეს ეკონომიკური იზოლაციაც, რომლის გამოც აი სწორედ იმის გამო, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა არის სანქცირებული, ადამიანები და ინვესტორები აქ ფულს აღარ დებენ. ეს არის პრობლემის მთავარი წყარო. მოდით რას ამბობენ თავად დასანქცირებულები, ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ არ აქვს პრობლემა თუ არჩევნების კავშირის ქვეყნებში, თუ ვერ წავა ბრიტანეთში, თუ ვერ წავა ამერიკაში და დიახ, აი ზუსტად ამას ამბობს ვივლი ჩემს სოფელში ასეთი ამისი პასუხი. იბატონო უკვე იგრძნო თქვათ მურუსიძემ სანქციების ძალა იმითაც რომ დაბლოკილია მისი საბანკო ანგარიში, თუმცა აქაც გვესმის განცხადება რომ გამოსავალი იქნება მოძებნილი. შესაბამისად, აი აქ მთავარი კითხვა მაინც ისაა, ბრიტანულ სანქციებს თუ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას რამდენად იქნება კონკრეტული შედეგები მოსამართლეებზე, პროკურორებზე, დასანქცირებულ პირებზე, რა თქმა უნდა, ჯამში ქართულ ოცნებას გულისხმობ. მესმის, ფასადურად, რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იკვებებიან კორუფციის ფულით, რომლებიც წლების განმავლობაში არიან მართული და წარმოადგენენ უბრალოდ თოჯინების თეატრის პერსონაჟებს, ხომ? ცხადია მათ არანაირი რესურსი, ესე ვთქვათ, ეხლა გამოვიდნენ და ღიად აღიარონ საკუთარი ეს უმძიმესი გადაწყვეტილებების გავლენა საკუთარ თავზე, საკუთარ მათ შორის ფინანსურ მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა, მათ ამის არც თავისუფლება და არც რესურსი არ გააჩნიათ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ეხლა მურუსიძე რომ მურუსიძე წინაზეც გამოვიდა სიმღერით და ალაზნის ველს ეფოფინებოდა, ესე ვთქვათ, ხო? ეს ჩვენ გვინახავს და დღესაც იგივე ნახეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ პრობლემები არ ექნებათ და აი ამას ვამბობდი მე გადაცემის ან ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ ზუსტად იმიტომ ნახეთ როგორი ტექტონიკური ცვლილებების პოლიტიკური ცვლილებების, მათ შორის პოლიტიკური გზავნილების ცვლილების, ასე ვთქვათ, ტრიგერი იყო ეს, წინაპირობა იყო სწორედ ეს სანქციები, ისე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, რომ ფაქტობრივად სულელის პოზიციაში ჩაიყენა თავი აი ამ ადამიანების ჯგუფმა, რომლებსაც დაიწყეს ამ მესიჯ ბოქსის ცვლილება, სწორედ ამის საპასუხოდ.
და ეს რა თქმა უნდა ამ ყველაფერს აქვს გავლენა მათ შორის შიდა მდგრადობის თვალსაზრისით, მათ შორის რეჟიმის ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით. ეხლა ჩვენ ხო გვესმის კარგად რომ საქართველოს არ არის ისეთი მდიდარი სახელმწიფო რაიმე ტიპის ბუნებრივი რესურსით, სადაც შესაძლებელია რეჟიმის გამოკვება აი ამ რაღაც ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლებით. ესეთი რამე არ არსებობს. ყველა ავტოკრატიულ რეჟიმს აქვს რაღაცა წყარო შემოსავლის, რითაც იკვებება შემდეგ და ჩვენ რეალობაში ესეთი რაღაცა მდგრადი წყარო არ არსებობს და სწორედ აი ამ წყაროების შეზღუდვა მიმდინარეობს ეხლა ამ სანქციების პროცესით და რა თქმა უნდა ამას საბოლოო ჯამში გავლენა ექნება. მაგრამ მე არ ვამბობ ეხლა იმას, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ სანქციების პროცესის, ესე ვთქვათ, მსვლელობას და შვიდად ვიჯდეთ სახში. არა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, უნდა გავაგრძელოთ პროტესტის გამოხატვა, უნდა ვაჩვენოთ ყოველთვის საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც მე გულწრფელად ჩემში ინტერესს იწვევენ, აი ეს ხალხი ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც ესე კეკლუცობენ ქართული ოცნების მსგავსად. ეხლა ყველაზე არ მაქვს საუბარი, ბევრი დარწმუნებული ვარ, ხვდება რა მდგომარეობაშიც აგდებს ქართული ოცნება ქვეყანას, მაგრამ ის ნაწილი მაინც რომ კიდევ უფრო მეტად დავანახოთ მათ რეალობა, დავანახოთ რა ხდება ქვეყანაში და რატომ არის საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილება, ყველაფერი შედარებითია, არაფერი არ არის იდეალური, არც ევროკავშირია იდეალური, არც ამერიკის შეერთებული შტატებია იდეალური და არც სხვა რომელიმე დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ იმიტომ გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, რომ არ დაგვემართოს ისეთი უმძიმესი ფაქტები, რომელსაც აგერ ბოლო 2 დღის განმავლობაში ვუყურებთ, რომ თურმე ჩვენს ოჯახის წევრებს შვენ თვითონ მთელი რაღაცა ინდუსტრია ფაქტობრივად უზარმაზარი გვაჭმევს ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, ნივთიერებებით დატვირთულ პროდუქციას, რომელიც ჩვენ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. და სხვათა შორის, ყველამ რომ იცოდეს ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდის მფლობელი ბატონი იაკობაშვილი, კეზერაშვილის და ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორია. ესეც რომ საზოგადოებამ ძალიან იცოდეს, რუსეთში გამილიარდებული, ესე ვთქვათ, ოლიგარქი. და არ დავასრულებ თუ შეიძლება და სწორედ იმისთვის გვინდა ჩვენ ევროკავშირი საბოლოო ჯამში ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება, რომ აი ესეთი ტიპის პრობლემები არ ხდებოდეს და ის ყველაფერი კონტროლდებოდეს, რასაც ჩვენ ვიღებთ საკვების იქნება თუ სასმელის სახით და პრობლემა არ შეგვექმნას. თქვენ თქვით რომ არ უნდა იყოს მხოლოდ სანქციების და ასე ვთქვათ დასავლელი პარტნიორების იმედზე და აქ ქვეყნის შიგნითაც უნდა გააგრძელოთ ბრძოლა. ამაზე მინდა ზუსტად ერთი კითხვა ახლა დაგისვათ, რამდენად არის ოპოზიცია იმ ფორმაში, რომ წინააღმდეგობა გაწიოთ. აგერ ზურაბ ჯაფარიძის პარტიას ტოვებს, ხო, არ იქნება ეს კითხვა კი ბატონო თქვენთვის უცხო, თუმცა ბოლო დროს აქტუალურია და არ კარგავს აქტუალურობას. ზურაბ ჯაფარიძის პარტიას ტოვებს ორი წევრით, ესეც უთხრათ მაყურებლებს, ცოტნე კობერიძე და ბორის ჩელეყურუა, როგორც ისინი აცხადებენ, არ სჯერად გამარჯვების ფორმულის, რომლის მთავარი იარაღი სალომე ზურაბიშვილი. აი ხომ არ ვხედავთ, რომ მეხუთე პრეზიდენტთან შექმნილმა ფორმატმა რღვევა უფრო გამოიწვია, ასე ვთქვათ, ოპოზიციური სპექტრის, ვიდრე საბოლოო ჯამში თქვენი ერთი შტატი შექმნა. კონკრეტიზებას მათი წასვლის თუ ოპოზიციიდან გასვლის ოპოზიციურ პარტიებიდან წასვლის მიზეზებზე ნამდვილად მოვერიდებ არ ვიცი და წარმოუდგენა არ მაქვს რა დგას ამის უკან, მაგრამ ერთ ამას გეტყვით, ყველა ადამიანს ღვევის პროცესს ხედავთ ოპოზიციაში, ყველა ადამიანს აქვს, ყველა ადამიანს, რომელიც ოპოზიციურ ველზე არის წარმოუდგენელი ოპოზიციურ პარტიაში, აქვს თავისი ხედვა, ხო? ჩვენც მაგალითად ძალიან ბევრ რამეში ოპოზიციის ძალიან დიდ ნაწილს არ ვეთანხმებით. თქვენგან ბევრჯერ მომისმენია სხვადასხვა კითხვები გაერთიანებაზე თუ რაღაცა საერთო პლატფორმებში წარმოდგენებზე, ბევრი გვისაუბრია ამ თემაზე და მეც მithქვამ ძალიან გულწრფელად, რომ ეს ჩვენი გზა არ არის. ყველას თავისი წარმოდგენა და გზა აქვს იმასთან მიმართებით, როგორ უნდა ებრძოლოს რეჟიმს და როგორ უნდა დაამარცხოს ეს რეჟიმი. ჩვენ გზაზე მე შემიძლია ბევრი ვისაუბრო. ჩვენი გზა გადის სწორედ იმაზე, რომ საზოგადოებას და მოქალაქეებს ჰქონდეთ აღქმა, ალტერნატივის აღქმა და ჩაკეტილი წრე ნაცმოძრაობას და ქართულ ოცნებას შორის არ არსებობდეს, მაგრამ ის საუბრები ლელა, რომ აი ოპოზიციას აქვს თუ არა იმის რესურსი, რომ გაუშვათ გაუმკლავდეს, გულწრფელად გეტყვით. ცალკე აღებული, არც ოპოზიციას, ცალკე აღებული, არც საზოგადოებას, ცალკე აღებული, არც საერთაშორისო პარტნიორებს ამის რესურსი არ აქვს. ჩვენ კარგად, როგორც ჩანს, ეს კითხვა რადგან იბადება, არ გვაქვს გააზრებული, რა ტიპის ბრძოლა გვიწევს. ჩვენ გვიწევს აი ჩათვალეთ, აი ესეთი ტიპის ასიმეტრიული, ესე ვთქვათ, მოცემულობა გვაქვს, ხო, მაგალითად, ქვემოთ მთელი რეჟიმის მოწინააღმდეგე და ესე ვთქვათ, ერთობა არის, ხო? აი ესეთი დაახლოებით, ესე ვთქვათ, განსხვავება გვაქვს. სხვადასხვა თვალსაზრისით, ხო? იქნება ეს სამართლებრივი რესურსების თვალსაზრისით, ქვეყნის შიგნით, ხო? იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურების თვალსაზრისით, იქნება ეს ფინანსური რესურსების თვალსაზრისით. ამიტომ აქ ცალკე აღებული ვერც ერთი
სუბიექტი ვერც ოპოზიცია, ვერც საზოგადოება, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც საერთაშორისო საზოგადოება ვერ მივაღწევთ შედეგს. ამიტომ ამბობთ ჩვენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ხარდაჭერასთან ერთად მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ბრძოლის გაგრძელება, მათ შორის ოპოზიციის საქმიანობის მიმართულებითაც. ამიტომ ასე კონსოლიდირებულად თუ შევძლებთ და მოთმინებით, მოთმინებითა და თანმიმდევრულობით უნდა მოვახდინოთ იმ კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟი, მათ შორის სანქციები იქნება, ეს პროტესტი იქნება თუ სხვა აი ამ ინსტრუმენტებით, რომელიც წლებია მიმდინარეობს, ხომ? არ შეიძლება ესეთი ტიპის კონსოლიდირებული ძალაუფლება, რომელიც წლების განმავლობაში შენდებოდა, ერთ თვეში ან ორ თვეში ჩამოიშალოს მარტივად და უცბად. ეს არ ხდება. კარგი, საგამოძიებო კომისიაზეც მინდა მოვასწროთ საუბარი, ვიდრე დაგემშვიდობებით, მით უფრო რომ თქვენი პარტიის ცალკეული წევრის განცხადება იწვევს ყურადღებას და აჩენს დამატებით კითხვას, მაგალითად ბერდიას იჭინავამ გუშინ ასე მიმართა ქართულ ოცნებას ჩვენს ეთერში, აბა გაბედეთ და კომისიის ხდომაზე დაგვიბარეთო. ოცნება თქვენ გემუქრებათ, თქვენ ერთგვარად იქით ემუქრებით. აი რა იქნება თუ დაგიბარებენ? ეს განცხადება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თუ კი კომისიისგან მიწვევა მოგივათ, მიხვალთ და ბევრი ისეთ რამეს იტყვით, თქვათ, რაც ქართულ ოცნებას ამაზე არ არის ცალსახა და რთულია საერთოდ ეს კონკრეტული ადამიანების პოზიციები, რომელიც აი მაგალითად ბერდიას იჭინავს ეს თქვათ კონკრეტული პოზიცია, ხო? ამ შემთხვევაში მე ხშირად ესე თქვათ ამ თემაზე საუბრისას ყველა განმარტავს, რომ ეს მისი პოზიციაა, ხო? აი ბერდიას შემთხვევაში ეს მისი პოზიციაა, მან დღესაც ისაუბრა ამ თემაზე, მეც ამ თემაზე ბევრი მისაუბრია და სხვასაც ჩვენი პარტიიდან. ესე რაღაცა ცალსახა სხვადასხვა აზრია, მოკლედ. რა ყველა სუბიექტური პოზიცია. ჩემი პოზიცია პერსონალურად არის, რომ ჩემი პოზიცია პერსონალურად არის, რომ მიხვიდეთ და ადგილზე ამხილოთ ქართული ოცნება. ჩემი პერსონალური პოზიცია არის, რომ დიახ, ალბათ სწორი იქნება, მათ შორის პოლიტიკურადაც უფრო შედეგიანი იქნება. გულისხმობ, ასე ვთქვათ, მისვლას და საუბარს, ვიდრე არ მისვლა. არ ვიცი. ეს ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, ამიტომ ამას რაღაცა მე არ გავასწრებდი მოვლენებს წინ. ნახოთ როგორ განვითარდება. ხო, ეხლა მოცემულობა არის ის, რომ კომისიის მანდატი გაფართოვდა, მათ შორის, ასე ვთქვათ, შეიქმნა შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ 2012 წლამდე, არამედ მის შემდგომაც, ასე ვთქვათ, ადამიანები დაიბარონ და გამოკითხონ. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საერთოდ ამ კომისიაში, რომელიც დღეს სხვათა შორის ჩვენ ბრიფინგი გქონდა ამ თემასთან დაკავშირებით, ლევანს ჰქონდა, გოგიჩაიშვილს ბრიფინგი ამ თემაზე, სადაც ძალიან მკაფიოდ სხვათა შორის ბევრი საკითხი იქ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, როგორ ხდება. აი, ლევანის განცხადებიდან მოკლე ამონარიდიც რომ ვუთხრათ მაყურებლებს, ჩვენ არ მივცემთ კომისიას შესაძლებლობას საზოგადოებას უთხრას ნახევარი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხელი დააფაროს ბიძინას ნაცებს. და დღესვე ჩამოთვალა ლევანმა. და ის თქმასაც ვერ გაბედავს კომისია ამ სრულ სიმართლეს ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას. აი ზუსტად ამიტომ ჩდება. მაგრამ აქ ნახეთ დღესვე ჩამოთვალა სხვათა შორის. კომისიის ხდომაზე დაბარების შემთხვევაში თქვათ ისაუბრებთ მხოლოდ ბიძინას ნაცებზე, ბჭყალებში თუ ზოგადად ქართულ ოცნებაზე, მათ შორის თქვათ, ამით სახელმწიფო კულუარებიდან გამოიტანთ ესეთ ინფორმაციებს, რომელიც წამოიღეთ თანამდებობებზე ყოფნის დროს. ხო და მოკლედ ასეთ ამ განცხადებასთან დაკავშირებით ვამბობდი და დავასრულებ, რომ დიახ, დღეს ლევანის ბრიფინგი მათ შორის ემსახურებოდა იმის საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ ამ კომისიას იმისი, ასე ვთქვათ, გამბედაობაც არ აქვს, რომ მაგალითად ის მოსამართლეები დაიბაროს, ვინც არიან ფაქტობრივად იყვნენ გადაწყვეტილების მიღებები იმ დაზარალებულთა საქმეებზე, რომლებსაც კომისიაზე იბარებენ. ანუ ნახეთ, ნაცების დროს მოსამართლეები, რომლებიც იყვნენ გადაწყვეტილების მიღები ადამიანების რეპრესირებაზე, ციხეებში უკანონოდ გამოკეტვაზე, იმ მოსამართლეების დაბარების გამბედაობაც არ აქვს. და პირიქით, მეცაც გეტყვით, მოსამართლეები იქნებიან, პროკურორები იქნებიან თუ რეჟიმის მსახურები იქნებიან, ბევრი ადამიანი იმ კომისიაშიც ის ქართული ოცნების რიგებშიც არის, რომელიც დამფინანსებელი იყო, ნაციონალური მოძრაობის კომაგი იყო, აქტიური საჯარო მხარდამჭერი იყო და დღეს ამ კომისიას ამაში იგულისხმება ნახევარ სიმართლეზე საუბარი. იმისი უნარიც არ აქვს, იმისი გამბედაობაც არ აქვს, რომ ეს ადამიანები მოიყვანოს და საზოგადოებას წარმოუჩინოს, როგორ დააწინაურა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროინდელი ფიგურანტები, ესე ვთქვათ, სხვადასხვა საქმეში, შემდეგ ქართულმა ოცნებამ. და დღეს როგორ არიან უბრალოდ სხვა ბატონის დამკვეთების შემსრულებლები. ეს არის დღეს მოცემულობა ამ კომისიის ირგვლივ, რომელზეც იყო საუბარი.
კი ბატონო, ბოლო საკითხი დღეისთვის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები, სუსის უკვე ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, როგორც საზოგადოება მიცის, იქნება რეგიონული განვითარების მინისტრი, სუსში გადადის ანრი ოხანაშვილი, იუსტიციის მინისტრი ხდება პაატა სალია და კიდევ ერთი ცვლილება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ირაკლი დაჩიბერაი. აი რა სიტყვით და განსაკუთრებით ლილუაშვილის ახალ პოზიციაზე მაინტერესებს თქვენი შეფასება. ბევრი ფიქრობს, რომ ქართული ოცნება ასე ვთქვათ, ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება და სწორედ ამისთვის სჭირდება მმართველ პარტიას რეგიონებში გრიგოლ ლილუაშვილი. ხო, აი თქვენ თუ იზიარებთ მოსაზრებას, რომ ლილუაშვილის ამოცანა იქნება სწორედ რეგიონებში ხმების მობილიზება ქართული ოცნების სასარგებლოდ ოქტომბრის არჩევნებში. ბევრი ინტერპრეტაცია ხო მოვისმინე, იმიტომ რომ ხა გასაგებია ხომ, რომ ამ ასეთ ტიპის გადაწყვეტილებებს არანაირი ესე ვთქვათ დამაჯერებელი ახსნა არ აქვს, იმიტომ რომ ეს ქაოტური ცვლილებაა და ნუ ისიც გასაგებია საზოგადოებისთვის. მე მგონი რომ ეხლა ვინ იქნება ერთი მინისტრი თუ ვინ იქნება მეორე მინისტრი, საბოლოო ჯამში პრინციპულად არაფერი იცვლება. მე წეღავ თქვი, რომ ჩვენ ქვეყანაში სადაც არის ფაქტობრივად ჩრდილოვანი კაბინეტი და გადაწყვეტილებების უნარი არ აქვს არც ერთ სერიოზულ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, უნებრივია რა მნიშვნელობა აქვს ახლა ერთი გვარი იჯდება ერთ სამინისტროში თუ მეორე გვარი იქნება მეორე სამინისტროში. ამიტომ მე აქ რაღაც დიდ ლოგიკურ, ესე ვთქვათ, რაღაცა ჩამალულ ქვეტექსტებს ვერ ვხედავ. ფაქტობრივად შეიძლება ეს იყოს შიდა რაღაცა ურთიერთდაპირისპირების და ურთიერთგავლენების რაღაც გადალაგების თუ რაღაც გამარჯვებების გამოვლინება, შეიძლება ეს იყოს უბრალოდ გადათამაშება მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა სხვადასხვა თუნდაც იმისთვის, რომ რეგიონებში გაჩნდეს რაღაცა განცდა, რომ ეხლა რა ცალკე სამინისტროს გამოყოფა უფრო მეტ ყურადღებას ნიშნავს ქართული ოცნების მხრიდან რეგიონების მიმართულებით, ხო? ხო საუბარია იმაზე, რომ ეს სამინისტრო უნდა გაიყოს და ცალკე სამინისტრო და ამით ეხლა მესიჯი იგზავნება ალბათ მათ შორის, რომ აი რადგან ცალკე სამინისტრო ჩამოყალიბდება, ეხლა რეგიონებში რომ გაჭირვება ადამიანები და ერთ-ერთი გამოსავალი ნებისმიერ იქ უმრავლესობას ოჯახებისას აქ ის რომ წავიდეს ფაქტობრივად და რაღაც ასე ვთქვათ ქართული ოცნების მიერ შემოჩეჩებულ სამარცხვინო ასე ვთქვათ 300 ლარიან სამსახურში დასაქმდეს პირობითად, ხო? ანუ რაც შექმნეს და მილიონებს ხარჯავენ. ხო, აი ამ ადამიანებს გაუჩნდეთ განცდა, რომ აი სახელმწიფო ცალკე სამინისტროს რადგან ქმნის, ეხლა მათ რაღაც დამატებით ესე ვთქვათ სარგებელი ექნება და რა თქმა უნდა ეს მეგობრებო ესე არ იქნება და ვერ იქნება ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ხელისუფლება დღეს ცდილობს არათუ თქვენი რეალური სარგებელი გაზარდოს, არამედ გადასულია მხოლოდ საკუთარი ფულის, ესე ვთქვათ, უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, საკუთარი მოპარული ფულის დაცვაზე, სულ არავის არ აინტერესებს თქვენი გაჭირვება და არც ის აინტერესებს ვინმეს, რომ ესე ვთქვათ, თქვენ ყოველდღიური გამოწვევები და პრობლემები შეგიფსუბუქდეთ. ერთადერთი რაც აინტერესებთ მათ, რამენაირად საზოგადოებაში შექმნან განცდა, რომ საზოგადოებას ზრუნავენ და ამისთვის ისეთ ავანტიურაზეც არიან წამსვლელები, როგორცაც წავიდნენ ახლა ამ რეგიონული სამინისტროს გამოყოფით და რასაც აკეთებენ იგივე ეკონომიკური პარამეტრების, ესე ვთქვათ, მოდი ესე ვიტყვი, სავარაუდო მანიპულაციით, რომელზეც მოგვიანებით ჩვენ ბევრი გვექნება საუბარი. არ გონიათ ის მონაცემები რეალური, რასაც არ გონიათ და ამაზე ჩვენ სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს და გვექნება ამაზე საზოგადოებასთან კომუნიკაცია. კარგი, მადლობა.